გამარჯობათ. მე მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას. ამბავს, რომელიც თითქმის არავინ არ იცის, გარდა იმ ხალხისა, ვინც იმყოფებოდა აქ ამ ადგილზე იმ დღეს და იმ პერიოდში. ეს რუსთაველის გამზირია და აწუკვე სასტუმრო ბილტმორის ადმინისტრაციული შენობა. აქ ადრე იმელის შენობა იყო. მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტს ეძახდნენ. ზუსტად გამსახურდია საქართველოსთან წასვლის შემდეგ, მისი ჩამოგდების შემდეგ, აქ უზენაესი საბჭოს დარბაზი იყო, მერე პარლამენტის შენობა და მოკლედ შევარდნაძე აი აქ ამ დარბაზში აწარმოებდა ხოლმე სხდომებს. რა მოხდა? თუ არ ვცდები 1995 წელს აი ამ ფანჯარაში. ალბათ გახსოვთ ის კადრები, როცა აი აქ ამ ადგილზე და აი ამ სართულზე ფანჯრიდან ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და მის გვერდით ილია მეორე იდგა. ნუ სხვა უამრავი ჩინოსანი თუ არაჩინოსანი კიდე ბევრი. ეს ადგილი კი გადაკეტილი იყო და ხალხის მასა იმდენი იყო, დაახლოებით აი ამ ადგილიდან ოპერის ჩასახვევამდე, აი იქ მიწისქვეშა გვირაბია, იქ ჩასახვევამდე ხალხით იყო სავსე ეს მოედანი. გახსოვთ? ხალხმა მაშინ დაიჩოქა. დიახ, აი აქ ამ ადგილზე ხალხმა მაშინ დაიჩოქა აი ამ ფანჯრების წინ და ამბობდნენ რომ მაშინ დაიჩოქა ედუარდ შევარდნაძის წინაშე. ეს ტყუილია. მე გეტყვით სიმართლეს. მაშინ როცა ედუარდ შევარდნაძემ განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ, ხალხში ამან ნებათა ღელვა გამოიწვია. აქ იმელის შენობის წინ შეკრებილ მასაში აჟიოტაჟი ატყდა. დიდი მითქმა მოთქმა, ვიღაცები შეშინდნენ, არეულობას ელოდებოდნენ, ვიღაცები რაღაც გათვლებს აწარმოებდნენ, მოკლედ დიდი აჟიოტაჟი ატყდა. ზუსტად იმ პერიოდში ედუარდ შევარდნაძის გვერდით გამოჩნდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ხო, სანამ დეტალურ ამბავს გეტყოდეთ, იმასაც გეტყვით, რომ ილია მეორეს ძალიან ხშირად აქილიკებენ უსუსურნი და უბადრუკნი იმასთან დაკავშირებით, რომ ის იდგა ჯაბაიოსელიანის, კიტოვანის, შევარდნაძის და ასე შემდეგ გვერდით. იმას კი არავინ აღნიშნავს, რომ ილია მეორეს ვალდებულება ის იდგეს ყველას გვერდით, ვინც არ უნდა იყოს, მათ შორის ავაზაკების გვერდითაც კი. უწმინდესის და უნეტარესის სახელის გასატეხად მისი ხალხის გვერდით დგომა ვერაფერი ბედენა. ხო, მოკლედ იმას ვამბობდი, რომ ზუსტად მაშინ, როცა პატრიარქი გამოვიდა და შევარდნაძის გვერდით დადგა აი აქ ამ ფანჯარაში, ხალხმა დაიჩოქა და ვიღაცებმა მაშინვე ჩათვალეს და მაშინვე ასე დაარეკლამეს, რომ ხალხმა ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქა, რომ არ გადამდგარიყო. ეს არის ტყუილი. იცით საიდან ვიცი? მაშინ აი აქ ამ ადგილზე ედუარდ შევარდნაძის და ილია მეორის გვერდით ვიდექი მე. ეხ, მაშინ მე ზუსტად მათ გვერდით ვიდექი და საბედნიეროდ აღმოვაჩინე ის ვიდეო კადრები, რომლებიც მე სკრინ ფოტოებად ვაქციე, რაც ჩემს სიტყვას ადასტურებს. სწორედ მაშინ ლექსის დავწერე და მინდოდა აქედან წამეკითხა აი ამ ფაჯრებიდან აი აქ შეკრებილი მასისთვის. ნუ მაგრამ მიზეზთა გამო არ გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში იცოდეთ იმ ხალხს, ვინც აქ იდგა მაშინ, ედუარდ შევარდნაძისთვის არ დაუჩოქია და მისთვის არ უთხოვია არ გადადგე ბატონო ედუარდ პრეზიდენტობიდან. ხალხმა მაშინ ილია მეორეს, უწმინდეს და უნეტარეს დაუჩოქა. სწორედ ილია მეორემ სთხოვა ედუარდ შევარდნაძეს, რომ იმ პერიოდში მისი პოსტიდან გადადგომა გაცილებით მეტ გლობალურ პრობლემებს გამოიწვევდა მისი პოსტზე დარჩენისგან განსხვავებით.
აი ეს იყო სიმართლე. ვისაც გაინტერესებთ ის სურათები, ის ვიდეოები მართლა ვიყავი თუ არა, მაშინ მე აი აქ წელი მართლა არ მახსოვს, თუ არ ვცდები 1995 წელი იყო, მათ გვერდით. შემიძლია უბრალოდ კომენტარებში აი ის ვიდეო და ის ფოტო დაგიდოთ. იმ 1000 სიყალბესთან ერთად, რაც ვისაც როგორ უნდა ისი ავრცელებს, ესეც ერთ-ერთი სიყალბე იყო დღემდე ცნობილი, რომ აქ ხალხმა აი აქ მდგომ ედუარდ შევარდნაძეს დაუჩოქა, ოღონდ არ გადადგე და გიჩოქებთ. ეს არის ტყუილი. სიმართლე კი ის არის, რაც მე მოგიყევით. და ამისი პირველ წყარო ვარ მე იქვიდები. ვისაც გსურთ, დაიჯერეთ, ვისაც კითხვები გაქვთ, დასვით კითხვები კომენტარებში აუცილებლად გიპასუხებთ.